როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რადგან მედიაში გავრცელებული ინფორმაციით უკვე არსებობს დოკუმენტი, რომელსაც ჩართული მხარეები წაიღებენ საკუთარ დედაქალაქებში, წარუდგენენ ქვეყნის პრეზიდენტებს დასადასტურებლად და თუკი დოკუმენტი საბოლოო ვერსიით დადასტურდება, მას სავარაუდოდ ხელს მოაწერენ უშუალოდ დონალდ ტრამპი და სი ძინპინი უახლოეს მომავალში, როცა ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის პრეზიდენტი ეწევა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონს, სადაც გაიმართება ორმხრივი შეხვედრა მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მმართველებს შორის. ჯერჯერობით ძალიან ბუნდოვანია ეს გარიგება, მაგრამ დონალდ ტრამპმა რამდენიმე დეტალზე მაინც ისაუბრა. ერთ-ერთი დეტალი არის ის, რომ ჩინეთი გააგრძელებს ექსპორტს მაგნიტებისა და იშვიათ მიწათა მეტალებისა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკისთვის, რადგან ჩინეთი ფაქტობრივად 99% აწარმოებს ამ მეტალებისა. ისინი ძალიან იშვიათია, ამიტომაც ვქვიათ მათ იშვიათ მიწათა მეტალები და მათი დიდი ნაწილი მოიპოვება ჩინეთში. ამიტომაც ისინი ძალიან საჭიროა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, მათ შორის სხვადასხვა მოწყობილობების წარმოებაში, განსაკუთრებით ელექტრომობილებში და სხვადასხვა ტიპის სმარტფონებსა და ზოგადად მობილურ მოწყობილობებში. ამიტომაც ამერიკისთვის, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია ტექნოლოგიურ სექტორზე და რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის საკმაოდ დიდი ნაწილი მოდის სწორედ ტექნოლოგიებზე, ამის ექსპორტის შეზღუდვა, რაც ჩინეთს დაწესებული ჰქონდა, ძალიან დიდ ფასს ნიშნავს ამერიკული კომპანიებისთვის, რომელსაც ისინი უბრალოდ არაფერში იხდიან, რადგან როგორც ვთქვი, ჩინეთს ფაქტობრივად აქვს მონოპოლია ამ პროდუქტზე და ალტერნატიული მიმწოდებლის პოვნა ფაქტობრივად შეუძლებელია. პარალელურად ამისა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო აგრეთვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც როგორც ჩანს, ჩინელ სტუდენტებს ჩინეთში, ამერიკაში პრობლემებს აღარ შეუქმნის, რაც ბოლო პერიოდში ძალიან დიდ სკანდალად იქცა, მათ შორის კონკრეტულად ჰარვარდის უნივერსიტეტის მიმართულებით, მაგრამ ზოგადად აგრეთვე მთელ მსოფლიოში, როგორც ვიცით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებს და ეგზავნათ შეტყობინებები, რომ აღარ დანიშნონ ინტერვიუები იმ ადამიანებთან, იმ პოტენციურ სტუდენტებთან, რომლებიც მიღებულები არიან სხვადასხვა ამერიკული უნივერსიტეტების მიერ და უნდა გაეგრძელებინათ სექტემბრიდან ან უკვე სხვა პერიოდიდან სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სავარაუდოდ ეს მდგომარეობა შეიცვლება და ჩინელ სტუდენტებს პრობლემები აღარ ექნებათ. აგრეთვე ტარიფებზეც იყო საუბარი. როგორც ჩანს, ჩინეთისთვის იმოქმედებს 55%-იანი სატარიფო რეჟიმი, ხოლო ამერიკისთვის ჩინეთში იმოქმედებს 10%-იანი სატარიფო რეჟიმი. ალბათ ეს არის ის საბოლოო რიცხვები, რაზეც ქვეყნები შეთანხმდნენ, რადგან მანამდე იყო გვახსოვს 145 და 125%-იანი ტარიფი, რაც დროებით შეიცვალა, მე იყო დაწესებული 30-იანი და 10%-იანი ტარიფი, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ამერიკამ გარკვეულწილად 25%-იანი პუნქტით გაზარდა ეს მაჩვენებელი, რაც ვაჭრობის შედეგად ალბათ მიიღო კონკრეტული გარანტიები ჩინური მხარისგან. საბოლოო ჯამში კიდევ ერთი რამდენიმე გადაწყვეტილება არის მიღებული, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან და ზოგადად მიკროპროცესორებთან, მიკროჩიპებთან და სხვა მსგავს რაღაცებთან, რომელთა ექსპორტი ამერიკიდან ჩინეთში იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეზღუდული, რაც აიხსნებოდა იმით, რომ ამერიკას არ სურდა საკუთარი ტექნოლოგიის მიცემა ჩინეთისთვის ასე მარტივად, მაგრამ ამან წარმოშოვა უკუ ეფექტი და ჩინელებმა საკუთარი წარმოება გაახანგრძლივეს და ამოქმედეს და დამოკიდებულები აღარ არიან და შეიძლება გაუსწრონ კიდევაც ამერიკას AI-ის მიმართულებით, რაზედაც უკვე არაერთი კვლევა მიუთითებს. ამიტომაც მოკლედ ჯენსენ ჰუანგიც ამას ამბობს ზუსტად და მას ვის თუ არა მას გაიგება AI-ში ნამდვილად ტენდენციები და ტრენდები. მოკლედ ასეთი არის ის ინფორმაცია, რასაც ამ დროისთვის ვფლობთ. თეორიულად ცხადია, შეიძლება კიდევ დარედაქტირდეს აღნიშნული დოკუმენტი და საბოლოო სახით მას ვიხილავთ და უკვე გავიგებთ, როცა ის იქნება ხელმოწერილი, როცა სი ძინპინი ჩავა ვაშინგტონში და შეხვდება დონალდ ტრამპს. ამერიკისა და ჩინეთის მოლაპარაკებები გეოპოლიტიკური მნიშვნელობით არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ინვესტორებისათვის და ზოგადად საგარეო ვაჭრობისა თუ გლობალური დღესასწაულისთვის, თუმცა რიგით მეორე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს და ზოგადად ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას. ეს ასეთი სამკუთხედი არის ჩამოყალიბებული, სადაც ყოველი მხარე არის დამოკიდებული ერთმანეთზე და ერთმანეთთან მოლაპარაკებაზე. თუკი ამერიკა და უკრაინა ერთმანეთში მოგვარდნენ, რადგანაც იშვიათი მინერალების შეთანხმება უკვე არის გაფორმებული და რატიფიცირებული, ამერიკასა და რუსეთს შორის ჯერჯერობით ურთიერთობები არ არის დასტაბილურებული და ასე ვთქვათ რეგულირებული, რადგანაც განიხილება ორი ვარიანტი. თუკი, რა თქმა უნდა, რუსეთი იმ პირობებით დათანხმდება ომის შეჩერებას, რა პირობებზეც მიმდინარეობს საუბარი, მაშინ ის სავარაუდოდ ამერიკასთანაც შეძლებს ურთიერთობის მოგვარებას და ზოგადად გეოპოლიტიკური ვაჭრობისა თუ სხვა საკითხების, ასე ვთქვათ, ნორმალიზებას, მაგრამ თუკი ეს ყველაფერი არ მოხდება, ამ შემთხვევაში ამერიკა განიხილავს სადამსჯელო მექანიზმსაც, კერძოდ სანქციების ყველაზე მკაცრ
პაკეტს, რომელიც როგორც ტრამპი ამბობს, კაცობრიობას არასოდეს უნახავს. შესაბამისად, როდესაც ორი ვარიანტი აქვს ქვეყანას, იქ ჯერჯერობით საუბარი არ არის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, მაგრამ რუსეთიდან მიანიშნებენ იმაზე, რომ მალე მოლაპარაკებები უნდა გადავიდეს სტამბოლიდან მოსკოვში. ანუ თეორიულად არის შანსი იმისა, რომ ამერიკის დელეგაცია ჩავიდეს მოსკოვში და მოლაპარაკებები აწარმოოს იქ. ხოლო მოსკოვში ჩასვლის მიზანი ეს არის, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი. პუტინთან შეხვედრა, რომელიც თავისი არსით არის ისე უცნაურად სანქცირებული პიროვნება, რომელსაც რუსეთიდან გასვლა უჭირს. შეუძლია მას, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, სადაც ICJ-ის აღმასრულებელი ორგანოს პატივისცემა არ არის, სასამართლოს არცემენ პატივს საერთაშორისო დონეზე, შესაბამისად, მისი დაკავების საფრთხე არ დგას და რა თქმა უნდა, მისი დაკავების საფრთხე არ დგას მოსკოვში და შესაბამისად ეს არის ერთი ნაბიჯი, სწორედ იქით, რომ ამითი რა თქმა უნდა, პუტინს სურს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მეორე ნაბიჯი არის ის, რომ როდესაც საკუთარ დედაქალაქში იწვევ მომლაპარაკებელს, ამითი მიუთითებ ორ რამეზე. პირველ რიგში გახსნილობაზე და ღიაობაზე მეგობრობისა, მეორე კი იმაზე, რომ ძალაუფლება შენს მხარეს არის, გარკვეულწილად, რადგანაც შენს დედაქალაქში მიმდინარეობს მოლაპარაკებები. აი ამ ძალთა ბალანსის ცვლილებაზე მიუთითებს ახლა უკვე რუსეთის ახალი ელჩის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადავიდეს სტამბოლიდან მოსკოვში, ხოლო სტამბოლი თავის არსით იყო გარკვეულწილად მედიაციის ჰაბი. მთელი პერიოდის განმავლობაში, ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული თურქეთი ცდილობდა აქტიურად, რომ მოლაპარაკების პროცესში ყოფილიყო ცენტრი, რადგანაც მედიატორობის სურვილი, რა თქმა უნდა, ყველა ძლიერ სახელმწიფოს აქვს და რა თქმა უნდა, რეჯეპ ერდოღანის არ არის გამონაკლისი ამ მიმართულებით, მასაც ეს სურვილი გააჩნია, იქით მუჰამედ ბინ სალმანსაც იგივე სურვილები აქვს, შესაბამისად ისინი კონკურენციაში არიან ერთმანეთთან და ამ ყველაფრის მოზე სტამბოლში ორჯერ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი რანგის შეთანხმებები 27 თებერვალს და 10 აპრილს შეთანხმებები გარკვეულწილად იქნა მიღწეული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვერ მივედით ომის დასრულებამდე და როგორც ჩანს რუსეთში ფიქრობენ, რომ ომის დასრულების წინაპირობა იქნება შეხვედრები მოსკოვში, რომელსაც შეიძლება თეორიულად მოჰყვეს შემდეგ უკვე ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, რომელიც თუ კი არ დაუსვამს ომს წერტილს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ომს წერტილი არც დაესმება არანაირი ფორმატით, ამიტომაც აი ამ მოვლენების განვითარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგანაც ტრამპიც ამბობს, რომ მომდენო 2-3 კვირაში თუ კი არ მოგვარდა ეს ყველაფერი და გარკვეულწილად არ გვექნა სამუშაო მაგიდაზე დადებული ფურცელი, რომელსაც შეიძლება ხელი მოეწეროს, მაშინ ომი გარკვეულწილად გაგრძელდება ისე როგორც გრძელდება და რა თქმა უნდა ამერიკა წესით გაზდის დახმარებას უკრაინისათვის და თავისი არსით რუსეთი მიიღებს ახალ სანქციების პაკეტს ამერიკის მხრიდან. ხო, ნამდვილად ძალიან უცნაურ დროს ცხოვრობთ და ომის გარდა ეს უცნაურობა გამოიხატება აგრეთვე სატარიფო ომში, რომელიც ამერიკამ გამოუცხადა მთელ მსოფლიოს. ამის გამო სპეკულაციები და საუბრები ეკონომიკურ და ფინანსურ წრეებში ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა გათავისუფლების დღე და მას შემდეგ აღარ წყდება საუბარი იმაზე, რომ შეიძლება მსოფლიოში და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყოს რეცესია, გლობალური ეკონომიკა შემცირდეს და ასე შემდეგ. მას შემდეგ ეს საუბარი გარკვეულწილად მინელდა, რადგან ამის ძალიან დიდი მაჩვენებელი არ გვინახავს ჯერ, რადგან ტარიფები არის მართალია დაპაუზებული და დროებით ეს ეფექტი თუ კი მართლა ის მოხდება, არის გადაბადებული. ამას ცოტა მოგვიანებით გავიგებთ, მაგრამ მსოფლიო ბანკი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრედიტორია და რომელიც ლამის ყველა ქვეყანას აძლევს სხვადასხვა ტიპის განვითარების შესახებ და შესაბამისად ფლობს ინფორმაციას ამ თემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ძალიან კარგად და ვრცლად, აქვეყნებს ახალ ანგარიშს, რომელშიც ქვეყნების 70%-ისთვის რაც მსოფლიოში არსებობს, შემცირებულია 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ანუ ამ ქვეყნებში ვარაუდობს მსოფლიო ბანკი, რომ ეკონომიკა იმაზე ნაკლებად გაიზრდება, ვიდრე ეს მანამდე იყო ვარაუდები და რაც ყველა საინტერესო ამ რეიტინგში საქართველოს მოხდა, რომელიც მსოფლიო ბანკის შეფასებით გაიზრდება 5%-ით მიმდინარე წელს და არა 5.9%-ით, როგორც ეს იყო ნავარაუდები, მაგრამ მსოფლიო ბანკის ეს პროგნოზი რადიკალურად განსხვავდება IMF-ის პროგნოზისგან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პირიქით 1.2% პუნქტით გაიზარდა 6-დან 7.2%-მდე, ასე რომ ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს ამ მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზი ნამდვილად ნეგატიური არის, გაცილებით და პესიმისტური, ვიდრე IMF-ის პროგნოზი არა და ზოგადად მსოფლიო ბანკი ასეთი არის კიდეც თავის პროგნოზებში ყოველთვის. მსოფლიო ბანკი ყოველთვის ჩამორჩება რეალური ზრდის მაჩვენებელს. კი, ნამდვილად ასეა, რაც უცნაურია, არა და მსგავსი ორგანიზაციები არიან და როგორც წესი, ძალიან დიდი სხვაობა არ არის ხოლმე პროგნოზებს შორის, ზოგადად არც ერთი მიმართულებით, არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის. თუმცა, მოკლედ ასეთი რაღაცა არის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ
რომ შემცირდება ეკონომიკა, უпростоრად გაიზრდება ეკონომიკა 1.4%-ით, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე შარშან, რაც 2.8% იყო. ანუ საკმაოდ მკვეთრად შემცირდება და ამერიკის ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირების ფონზე ცხადია, მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს იმასაც, რომ მსოფლიოზე მოახდენს ეს გავლენას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აგრეთვე შემცირდება გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი და ის იქნება 2.3%, ნაცვლად მანამდე პროგნოზირებული 2.8%-ისა და ზოგადად საკმაოდ დიდი არის სხვაობა, რომელსაც ხედავთ პროცენტებს შორის და გავიგოთ ეს მართლა დადასტურდება თუ არა, რადგან ამას დრო გვიჩვენებს, უკვე ვიცით რომ ჩინეთის და ამერიკის შეთანხმება გარკვეულწილად მიღწეულია, იმ დროს ცხადია ეს არ არის გათვალისწინებული ამ ანგარიში, რადგან ეს დღეს მოხდა ხო ანგარიში, დღეს გამოხონდა შესაბამისად მასზე პოტენციურად ბოლო რამდენიმე მინიმუმ ერთი თვეით ადრე მუშაობდნენ, შესაბამისად ეს ასახული არ არის. შედეგებიც გაირკვა მანამდე სხვა ქვეყნებთანაც ალაგებს თანაც ერთი თვის წინ იყო საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი კორექცია, რომელიც გვინახავს 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. კი, ამიტომაც მოკლედ შეიძლება გარკვეულწილად ვთქვათ, რომ მსოფლიო ბანკის ეს ანგარიში სწორედ აი იმ პესიმისტურ მოლოდინებს ასახავს, რომელიც იმ დროს იყო და იმ დროს ძალიან ცუდი ვითარება იყო მთელ მსოფლიოში. რამდენიმე კვირაზე მეტი იყო სულ ყოველდღიურად მიყოლებით S&P 500 მინუს აფიქსირება. ხო, და არა და მანამდე იყო ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე, კი, და მას შემდეგ უკვე ამოვიდა პრინციპში ბირჟა და უკეთეს შედეგზე არის ფაქტობრივად ვიდრე იყო ამ კორექციამდე. შესაბამისად, დიდად არ არის მაჩვენებელი იმისა, რომ მსოფლიოში დაიწყება რეცესია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ცხადია და ამას უკვე დრო გვიჩვენებს. ხო, რეცესიასთან და საფონდო ბირჟის აღმასვლასთან დაკავშირებით გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო სიახლე. ჯერის რომ რეცესიის მოლოდინი გარკვეულწილად გააუქმეს მსოფლიოს წამყვანმა საინვესტიციო ბანკებმა, JP Morgan-მაც, Goldman Sachs-მაც, Citigroup-მაც. ამის შემდეგ მათ დაიწყეს S&P 500-ის და Nasdaq-ის ზრდის მაჩვენებლების კორექტირება. თავიდან თუ კი ისინი ფიქრობდნენ, რომ შეიძლება S&P 500 შემცირებულიყო წელს, ანუ 2025 წლის ბოლომდე, ახლა უკვე მათ აქვს მოლოდინი, რომ S&P 500, ანუ პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი საფონდო ინდექსი დააფიქსირებს პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ Citigroup-ი არის ბოლო ბანკი, რომელმაც ახალი კვლევა გამოაქვეყნა და ამ კვლევის თანახმად საბაზისო მაჩვენებელი, რომელიცაც მინიმუმ გაიზრდება S&P 500, ეს იქნება +5% და საბოლოო ჯამში S&P 500-ის შეფასება ბირჟაზე მიაღწევს 6300 პუნქტს. ამჟამად ის არის 6000-ის ფარგლებში პლუს-მინუს გააჩნია, რომელ დღეს ვაფასებთ ბირჟის დინამიკას. ასევე მათ აქვთ მეორე პროგნოზით, რა თქმა უნდა, უფრო პოზიტიური პროგნოზი, რომელიც ითვალისწინებს 6500-იან ნიშნულს და ასევე ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 2025-26 წლების გარდამავალ პერიოდში შეიძლება მაჩვენებლობა მიაღწიოს 6600-იან ნიშნულსაც, რომ ანუ ზრდა შეიძლება ლამის 10%-იც კი იქნეს. ცხადია, ამ შემთხვევაში Citi არის მაქსიმალურად კონსერვატიული, რაც შეიძლება, რადგანაც ზოგადად არ უყვართ საინვესტიციო ბანკებს, როდესაც მათი პროგნოზი ვერ მართლდება. როგორც წესი, მათ უყვართ, რომ პროგნოზი იტყვიან და მასზე უკეთესი შედეგი იდება, რადგანაც თავიან თავზე რისკის აღება, რა თქმა უნდა, საინვესტიციო ბანკებს არ უნდათ, ხოლო როდესაც Citi ამბობს მინიმუმ 5%-იან ზრდას, ეს რა თქმა უნდა არის მისასალმებელი, თანაც ამ პროგნოზში კონკრეტულად არ არის ასახული, სწორედ გუშინდელი შეთანხმება ამერიკასა და ჩინეთს შორის, ანუ წესით უკვე +1.5% ბირჟამ მოიმატა მხოლოდ ამ სიახლიდან გამომდინარე, ხოლო თუ კი რა თქმა უნდა ეს პროგნოზი გამართლდება, ეს იმას ნიშნავს, რომ წელს S&P 500 მიაღწევს ახალ რეკორდულ ნიშნულს და ლამის უკვე მე რამდენი წელიწადია, ფაქტობრივად 10 წლეულებია S&P 500 ყოველ წელს ახალ რეკორდულ ნიშნულს აღწევს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ კი მოკლე რყევებს არ გავითვალისწინებთ, საფონდო ბირჟა არის ყოველთვის მუდმივად აღმავალი. გარდა საფონდო ბირჟისა ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი გლობალური და ზოგადად ლოკალური ეკონომიკისთვის არის ინფლაცია. რეალურად ინფლაცია განაპირობებს რეფინანსირების განაკვეთს და რეფინანსირების განაკვეთი განაპირობებს კაპიტალის ღირებულებას, ხოლო კაპიტალის, ანუ ფულის ღირებულება განაპირობებს იმ თანხის რაოდენობას, რომელიც მათ შორის საფონდო ბირჟაზე ხდება, მაგრამ არა მხოლოდ ის ეკონომიკაში აგრეთვე შედის. გასულ თვეში, ანუ მაისში 0.1%-ით გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი ამერიკაში და წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 2.4%, რაც არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, რადგან მოკლედ დაახლოებით იგივე რაღაცას პროგნოზირებდნენ Dow Jones-ის ეკონომისტები და პრინციპში ყველა მეტნაკლებად დიდი ამერიკული ბანკის პროგნოზის თანხვედრაში იყო ამ მაჩვენებელთან. თუ კი გამოაგლებთ ამას სურსათის და
ენერგეტიკული ენერგომატარებლების, ანუ საწვავის, დენის, გაზის და ფასებს, ანუ core CPI შევხედავთ, მან და არის 2.8%-ით გაზრდილი წლიურად მაისში ინფლაცია ფასები და ინფლაციამ შეადგინა 2.8% და როგორც ამბობენ, მოკლედ ნაკლები ამ შემთხვევაში core CPI-ის თუ გამოვაკლებთ ენერგომატარებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლედ ენერგომატარებლების ფასი არის შემცირებული და ეს დიზელად აბალანსებს მთელ ინფლაციას ქვეყანაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბენზინიც რო გაძვირებული იყოს და სხვა პროდუქტებიც მაშინ გაცილებით მეტად გაიზრდებოდა ინფლაცია, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ბენზინი და სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტები ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს კალათისა, რომელთაც იზომება ინფლაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი, რომელიც როგორც თქვი, არ არის ცუდი და ამას სხვათა შორის გამოეხმაურა JD Vance და დაიჭირა დონალდ ტრამპის პოზიცია და თქვა, რომ მოკლედ ჯერომ პაუელი ისევ იგვიანებს, რადგან არ ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს ამერიკის შეერთებულ შტატებში.